უკრაინის საელჩოდან რუსთაველის გამზირისკენ სწორედ ამ წუთებში მიემართება ახლა ტერიტორიულად ჭავჭავაძის გამზირსავე მყოფებით სოლიდარობა ომში მყოფ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს თქვენი ომი ჩვენი ომიცა ამას კანდირებენ აქ შეკრებილი მოქალაქეები, სამხელქო აქტივისტები, სტუდენტები, პოლიტიკოსები, სხვადასხვა ასაკის პროფესიის მქონე ადამიანები ბავშვების მკვლელი ომის 3 წლის თავზე კიდევ ერთხელ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ ხალხს. რა გზავნილები აქვს საქართველოს მოქალაქეებს ომში მყოფი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ამასთან დაკავშირებით უფრო მეც ვკითხავთ თავად აქციის მონაწილეებს გამარჯობა პირდაპირ ეთერში მუშაობთ ომის 3 წლის თავზე რა აქვს ქართულ ხალხს სათქმელი და რა გაქვს თქვენი სათქმელი უკრაინელი ხალხისთვის მადლობა მინდა უთხრა თითოეულ ჩვენს მებრძოლს ვინც დღეს უკრაინაში იბრძვის დიდება ჩვენს გმირებს გამარჯვება საქართველოს და უკრაინას ერთობით და მეგობრობით ბატონო დიდი მადლობა აქციის მონაწილეებსაც გავესაუბრები ხატია გამარჯობა პირდაპირ ეთერში მუშაობ და გითხოთ თავად რუსეთი ირწმუნებოდა რომ 3 დღეში აიღებდა უკრაინას ბევრი ირონიულად უყურებდა უკრაინის შესაძლებლობებს იმ ფონზე როცა არსებობდა და არსებობს ალბათ ახლაც გარკვეულწილად მიცი თითქოს რუსეთის დაუმარცხებლობის შესახებ თუმცა ვხედავთ უკრაინა დაწინაურებულია ფრონტზე მას აქვს სერიოზული მიღწევები ყავს ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმია დღეს როგორ მოვიდა უკრაინა აქამდე რა გაგაიარა ქვეყანამ და როგორ ხედავთ ამ პროცესების განვითარებას ეს არის 3 წლის თავი წინააღმდეგობის და მინდა მოგიყვეთ რომ ჩემს მეგობრებს ვესაუბრებოდი დილას ფრონტზე ვინც არიან აღმოსავლეთის ფრონტზე მე ძალიან ბევრი მეგობარი ყავს უკრაინა არ არის ჩემთვის ქვეყანა რომელსაც ეს შემთხვევით შორი ავიცნობ და რომ ვეკითხები რომ ანუ ხომ არა გაქვს რომ ისეთი განწყობა ინსკეპტიკური განცხადებების ფონზე რომელიც თქვა ისმის ხო სხვადასხვა მსოფლიო ლიდერების მხრიდან მათ თქოს რომ ჩვენს უკან არის სამშობლო ჩვენ რომ შევწყვიტოთ ბრძოლა უკრაინა განადგურდება ამიტომ ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს ვინ როგორ ლაპარაკობს რას ლაპარაკობს ჩვენ მხოლოდ გვაინტერესებს ჩვენი ბრძოლა და სამშობლო მე ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ ვინც დღეს უკრაინაში იცავს თავის სამშობლოს და მე დარწმუნებული ვარ რომ ისინი იცავენ ასევე ჩვენს თავისუფლებას და ისევე როგორც ის ადამიანები ვის რუსთაველზე დგავართ ძალიან დიდი ხანი უკვე ეს არის საერთო ბრძოლა და დღეს ყველა შევიკრიბეთ იმისთვის რომ სოლიდარობა გამოგვეხადა ამ ადამიანების მიმართ, უკრაინელი ხალხის მიმართ, წავიკითხეთ ჩვენი დაღუპული გმირების სახელები და გვარები და მინდა გითხრათ რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, ისინი აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ის ურდოში აჩეროთ და ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ურდო, რომელიც ჩვენ გვაქვს თავზე, საქართველოს ბიძინა ივანიშვილის სახით გავყაროთ აქედან. და გარდა ამისა მინდა თქვა, რომ რა განცხადებებიც არ უნდა ისმოდეს, მე პირადად ჯერ ამერიკელი ხალხის იმ თავისუფალი ღირებულებების, რომელიც აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო თავისუფალი სამყარო აუცილებლად იქნება უკრაინის და ქართული ხალხის გვერდით. ამიტომ დღეს განსაკუთრებული დღეა ნამდვილად და მე ვფიქრობ, რომ ეხლა ჩვენ ყველა ერთად შევუერთდებით ჩვენს თანამებრძოლებს, რა თქმა უნდა, რუსთაველზე და ეს არის ჩვენი საერთო ბრძოლა. ჩვენს იქით, ისევე როგორც ჩვენს უკან, უკრაინელების უკან არის მხოლოდ სამშობლო და ამიტომ არ გვაქვს უფლება რომ გავჩერდეთ. დიდი მადლობა. ხატია დეკანოიძეს უსმენთ აქ არის ნადიმ ხმალაძე, მებრძოლი ბატონ ნადიმ, გამარჯობა. თქვენი თვალიდან დანახულია 3 წელი მინდა შეაფასოთ. როგორც მებრძოლის განმოსახედიდან ფრონტზე უკრაინას აქვს სერიოზული მიღწევები დღეს, მას ყავს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმია მსოფლიოში, მიუხედავად იმ ბევრი სკეპტიკური შეხედულებისა, რაც არსებობდა უკრაინის შესაძლებლობებთან მიმართებით, მათ შორის არმიის ჯარის შესაძლებლობებთან მიმართებით, ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინა აღწევს წარმატებას. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ გზას, რომელიც გააღლა უკრაინამ? დიახ, პირველ რიგში ვიტყვი, რომ ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო და არმია არ ყავს რუსეთს. მე ჩემი თვალით ვნახე რა სიძლიერე აქვს და რამდენად ძლიერია რუსეთი. რუსეთს ყავს მხოლოდ და მხოლოდ რაოდენობა ხალხის, რომელსაც არ ითვლის, მისთვის სულ ერთია რამდენი რუსი დაეცემა, რამდენი ზეგი, რამდენი მობიგი, რამდენი კიდე არ მინდა
დრებზე მაინც თავს შევიკავებ. დღევანდელი დღე არის ზუსტად 3 წლის წინათ ასე ჩავიარე მე აქ ამ აქციაზე ამ დღეს უკრაინის სოლიდარობის აქციაზე. დღეს მე-3 წლის თავზე კიდევ აქ მიწევს გავლა, როცა ხალხი ფიქრობდა რომ რუსეთი ამ 3 დღეში დაასრულებდა. 3 წელი გადის და რუსეთს არ აქვს არაფერი მასზე მეტი წაღებული რაც 22 წლამდე სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრით არის წინ გადმოწეული და მე ამით რისი თქმა მინდა არ არსებობს მართალიერის მებრძოლიერის დამარცხების არანაირი ამ ბრძოლაში დიდი როლი აქვს ქართულ მებრძოლებს თქვენს იყავით ფრონტზე როგორ ამ პროცესში ამ ბრძოლაში დიდი როლი აქვს მათ შორის ქართულ მებრძოლებს თქვენ იყავით თავად ფრონტზე საკუთარი თვალით ხედავდეთ ამას მათ შორის მე ზუსტად მოდის ვიხდი რომ ვერ თქვი ამ ომში ჯერ უკრაინა ჩვენთვის იბრძვის და ჩვენი ქართველი ბიჭები საქართველოსთვის და უკრაინასთვის ყველაზე მძიმე ადგილებში ყველაზე ცხელ ადგილებში ჩვენი ბიჭები იბრძვიან ჩვენ ვიბრძოდით აგვეღობა 80-ზე მეტი გმირი გვყავს უკვე ამით ღმერთმა შეაჩეროს მაგრამ ეს ბრძოლა იქნება ბოლომდე გამარჯვებამდე რუსეთის დანგრევამდე ბატონო დიდი მადლობა ნანა მოლაშხეს ხედავ გამოდო ნანა გამარჯობა ქართული ხალხის ურყევ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უკვე მერამდენე თუნდაც დღესაც ამ მარშით ხედავთ უკრაინელი ხალხისადმი როგორი ამ ფონზე ქართული ოცნების პოლიტიკა ამაზე რომ გკითხავთ თუ ეს არის ქართული ხალხის მხარდასაჭერი კიდე ერთი მხარდასაჭერი აქცია გმირი უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენ ხედავთ რომ 3 წელი შესრულდა უკრაინის ომიდან და უკრაინა დგას კიდევ უფრო მყარად და ასევე ის იბრძვის არა მარტო საკუთარი თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისათვის ის იბრძვის ჩვენი თავისუფლებისათვის ჩვენი საერთო მომავლისათვის იბრძვის ამიტომ არა მარტო მხარდასაჭერი აქცია ეს არის მადლიერების გამოხატვაც ამ ადამიანების მიმართ მეუღლების მიმართ. ბატონო დიდი მადლობა მარში რომელიც დაახლოებით 9 საათის წინ დაიძრა უკრაინის საელჩოდან ახლა ეს ადამიანები იმყოფებიან ჭავჭავაძის გამზირზე და ისინი შეუერთდებიან რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ ტრადიციულ საპროტესტო აქციას.